საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, დავბრუნდი მე, დადგა კვირა და რა თქმა უნდა, ეთერშია ყველაზე სასაცილო, ყველაზე გასართობი გადაცემა, ანეკდოტების შოუ. ისეთი მაგარი სტუმრები მყავს, აი, ყველა ოჯახში რო სასურველი ადამიანები იქნებიან, ისინი გნებავთ თავისი მიღწევით და გნებავთ თავისი ნაღდი ქართული ვაჟკაცური და კაცობით. მოკლედ, ბევრს აღარ ვისაუბრებ, წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად საინტერესო პირველ რიგში ისტორიის მქონე ადამიანები არიან და მერე ჩვენს გაგვიზიარებენ მათ, ასე ვთქვათ, ოდნავ ან შეიძლება ძალიან იუმორისტულ ამბებს. მე მინდა სტუდიაში მოვიწვიო უმაგრესი, არ ვიცი, თვითონ ჩამოვათმევდნენ ყველაფერს, ალექსი დავითაშვილი და გიორგი მოდებაძე. სოფლიოში ვინ არ იცნობს დავითაშვილ ალექსას? მასზე დამწყები პოეტიც ჭიდაობით გალექსავს. პარტნიორიც მოჭიდავე გიორგია მოდებაძე. ხალიჩაზე როცა გადის მხოლოდ მოგებას. ლექსის სერიაში ევროპისა და სოფლიო ჩემპიონატისგან ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ამ ჩემპიონების გამოცხადება რატომღაც ლექსად მომინდა. ალექსის და გიორგის ტიტულები რომ ჩამოთვალო, გადაცემაში რეკლამის დრო აღარ დაგრჩება. მართალია, ამათ რეკლამა არ ჭირდებათ, მაგრამ ჩვენ გჭირდება. ალექსი კახელია და კაწითელი უყვარს. გიორგი კი იმერელი კახელია და ციცქარ კაწითოული ურჩევნია. ანეკდოტებს ყველი და პურივით ყვებიან, თუმცა რაღა დაგივალოთ და ხაშლამადან წვადი გაცილებით ურჩევნიათ. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. სხვა არხზე გადართვა იჯება ერთი კვირით სიცილის უფლების შეგენაცვალე და როგორ ახარ? შენ როგორ ახარ? აი, იმიტომ მიყვარხარ, ჯერ ხო მიწაწყალი ხარ და მე თქვათ მიწაწყალი მომიყვანე. შეგენაცვალე. როგორ ბრძანდებით? კარგად, შენ როგორ ახარ? მადლობა, გენაცვალებით. ესე იგი, აი ეს არის ატრიბუტიკა, რომელიც ძალიან იროს მიშლის ხოლმე, იმიტომ რომ რაც ბერდები ნელ-ნელა ყურში მაკდება და განსაკუთრებით ეთყობა აქეთ და მიშლის ხოლმე, მაგრამ არა ესეთი კარგად არ ჩანს ეკრანზე, გაიგე მოხსნილი რო გაქვს. რა დაგაბერებს, შენ რა დაგაბერებს პატარა სიძახიში. არა, შენი შემხედვარი რო დღესაც ვარჯიშობ. მოდი რა, კიდე ერთხელ დავაფიქსიროთ შენი მიღწევები მითხარი, რამდენჯერ და ბოლო ვიცით განსაკუთრებულად, მაგრამ აი სულ რამდენი ავარ ვიტყვი, 8-ჯერ ავარ. სოფლიო ჩემპიონი და 8-ჯერ საქართველოს აბსოლუტური ფალავანი და სხვებს აღარ ჩამოვთვლი. და ვეტერანებშიც გადატეხე ყველა. ვეტერანებშიც კი. ესე იგი, ეს ოქროს ადამიანი რომ მომიყვანი რა, პირველი რაც ახლა მაყურებელს ვეტყვი რომ სანამ შემოვიდოდე სტუდიაში, გავცვალეთ აზრები და გიორგი თქვა რომ ჩემი დედულეთიდან არის წარმოშობით ლაგოდეხის რაიონის სოფელი ლელიანი, ხო? მოვიკითხოთ პირველ რიგში ლაგოდეხელები. ესე იგი, ჩავარდნილი იმერული ბაჯაღლოა შუაგულკახეთში. ხო ესია? აქცენტითაც ლაპარაკობენ და მეც ნუ ეხლა გეტყვი მაგარ რაღაცას რა, ლაგოდეხში ვარ მე დაბადებული სამშობიაროში. ჭკვიანი კაცი იყო მამაჩემი, თელავში არ მუშაობდა და გურჯანში ყარა მშობიარებდა და ლაგოდეხში გამაქანა ეგრე. ალტერნატივა იდეალური. ას ქვია, ჰერეთის კარი, მაგარი. და სხვათა შორის დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან სერიოზული თქვენი მიმართულების მოჭიდავები ბიჭები ყავს სამკუთხეს, ხო ესია რა? ლაგოდეხს. მაინც და მაინც. ერთი კაცი ხო, ახლა ჟორია ნავაძე. ნავაძე ჟორია ახლა. ხო, ჩემი ნათლია. ნათლია და ისეთი მაგარი და ისეთი წაროშრელი კვალი დატოვა თქვენ სფეროში. მე მგონი 1000-ად გიქციოს. არა, მაგარი, მართლა მაგარი კაცი. ძალიან მაგარი ადამიანი. ჩაოფოს ღმერთმა. მომიწია, ვიცნობდი კარგად ხე ჟორია ნავაძე. პანჯიდუ. კი ბატონო. გიო, მოდი გითხარი შენ შესახებ რა ხდება? მე კახლა ვარ ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ფინალისტი, ევროპის თასის სამგზის გამარჯვებული. და ყველაფერი ეს რაც მე მივაღწიე არის პირდაპირი ცალსახად ალექსის დამსახურება, იმიტომ რომ
ასული ვიყავი რაღაც მიზეზების გამო სპორტიდან და ალექსის დიდი მოწადინებით დავბრუნდი გაგაბრუნდა შთაგაგონა პირველი საკმაოდ წარმატებით ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ყველა იქ მოსამსახური ადამიანს გოგუებს ძალიან დიდი პატივისცემით რომლის წვლილი შეაქვს ჩვენ საქმიანობაში ნამდვილად და სამი იმიტომაც ახართ ესეთი საამაყოები და აი რა ვიცი ხა ისეთი მაგარი არა სხვათა შორის შეუპათა შენ გადაცემაში შედანიკასთან რო ვიყავით მაშინაც ავთქვი და რახამეს მადლობებზე წავიდა სანამ თავარ თემაზე გადავალთ რომ პრემიები გაკეთება მეთქი ამ ვეტერანებში და არის სასიხარულო ინფორმაცია რომ გაკეთდა უკვე ვაში გინდათ აბა რატო დაგიძახი 5000 ლარი ხო არა გახვალა არანაირი პრობლემა გაჟონა ინფორმაცია რაც ეხლა წეგან იქ ქონდა საუბარი რა თმაგაც და 20 მაგათ უკვე გაათმაგდება ამ ვეტერანების მართლა მაგარი საქმე გაკეთდა რა თქმა უნდა ჩემო ძმაო ეხლა სპორტსმენები უმეტესი და თავს უარებებდნენ ზოგი რას აკეთებდა ზოგი რას აკეთებდა და ეხლა რო იციან უყურეთ რა მაგარია ძიუდოს ფედერაციის დევიზი დაიწყე ძიუდოთი და ბოდიში და დაამთავრე ძიუდოთი რა ეხლა მოკვდი მაგას ხო არ ვიტყვი კაცო ხო რა თქმა უნდა დაამთავრე ძიუდოთი და ბოლომდე ამ საქმეს ეხლა აღარ გეყოლება იქ ავამტყოფი ეხლა სხვათა შორის ჭიდაობას თავს რო ანებება რა ეხლა ანეკდოტების შოუში ვარ და მაინც ისე გადმოდი კარგი გამოვა უფრო კარგად ვიტყვით კი და რასაც ვიტყვით კიდე ვიტყვით რა ჩვენ გადავხვდა თავზე აუცილებლად და აი რა არის ყველას კარგი რა მინდა რომ დავამთავრო იცი რომ ამდენი მაგალითად ერთი თვე რომ გავჩერდები მაგალითად ორი კვირა ყველაფერი მткиვდება და ეხლა ზუსტად ასე ვარ მე რომ დალევაზე ვიზე არავიზე ამის თქმა ამას ვიძახი ყოველს არავიზე ნაკლებს არც ერთი ვეტერანი არ აშრომობს ვისაც შედეგი აქვს რა თქმა უნდა და ეხლა უფრო გაათმაგდება რომ იცის რომ ოჯახში რაღაც ერთօր კაპიკ შეიტანს და ძალიან მადლობა საუბრობას ეხლა სხვანაირად არ გამოვიდეს ამას არავის გაუკეთებია გაკეთდა ეხლა არა რატო უნდა გამოვიდეს აი იცი რა ზუსტად ამაშია საქმე რომ სიკეთეს და კარგს უნდა თქმა რა თქმა უნდა უთქმელობა მადლობა ღუპავს კაცობრიობას არა მარტო საქართველოში და რატო კაცო თუ იზრუნეს თუ გააკეთეს 10 წელია რაც ეს ვეტერანთა ჩამოყალიბდა როგორია 70 ქვეყანა რომ სოფლიოზე იჭიდავებს და ევროპაზე 45 ქვეყანა იჭიდავებს არავიზე ნაკლები წვალება ამას არ უნდა და საქართველოს დროშაც როგორც სხვა აწინებს ისე შენაწეინებდა აუცილებლად დააფასეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რა ან როგორ არის იცი ნახე მადლი ამბავი რომ ყველა სფეროში არის აღარავის აღარ ვჭირდები წლების მერე ეგეთი ფრაზა და ამას რო ამოშლი და შენ მიცემ საშუალებას რა რომ ეს გააკეთებინო დიახაც მადლობა და ღმერთმა გაუმარჯოთ მაგრად იყვნენ და კარგად იყვნენ ეგ კი არა იდეალს კი გამიშდა რომ ვეტერანი მსახიობების თეატრი ხო არ კარგი იქნება და საინტერესო რა ყველაფერი საინტერესო იქნება რომ ყველა დასაქმდება ამ საქართველოს თუ კი შეუძლია და მოსდევს თქვენ ნამდვილად ის ფრაზა მინდა ბოლომდე მივიტანოთ ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ ადრეც არ აკლებდნენ ჩვენი მაგარი ბიჭები ღმერთმა აცხონოს ვინც არ არის უკვე აფრიკის სოფელში მაგრამ ეხლა ჩვენი ქვეყნისთვის ჯიუდომ რავი როგორც გინდა ისეთი ამბები დაატრიალა რომ მე გეუბნებით რომ ჩვენ ქვეყანას მისცა მეორე სუნთქვის და მეორე ამოსუნთქვის საშუალება საერთოდ ჯიუდომ და სპორტსმენებმა აი ნუ მართლა მაგარი ამბები ბოლო პერიოდში მოხდა წარმატებებს გულისხმობდა სულ ახლახან ეხა ხვიჩა სად გადახტა და სად წავიდა და მართლა ეს პატარა ბიჭი ჩვენ ქვეყანას პატარა ქვეყანა როგორი ჯერ მერაბი მრაქნა მერე ხვიჩა მრაქნა ისე პირდაპირ ვიტყვი კაცო ეხლა ადამიანი ქართველები რასაც ეხლა შვებიან ამ სპორტში და ამას რო ვერ დაინახავ ეს არა დამთავრებულია ამას კაცო აგერ ჩვენ იუმორისტულ გადაცემას ვაკეთებთ და სიმღერებს უძღვნით მე რა ხვიჩას და აგვაქვს ერთი ამბავი და ჩვენ მოჭიდავებიჭოს გადაცემას სიხარულით და ბედნიერებით და იმ ტელევიზორთან რა ხდება ხოლმე მეორეთ მოსვლა ამიტომ მე ამ თქვენ განულზე და მომავალზე კიდე წარმატებები მინდა გისურვოთ ჩემო
ეს დიდი ნიშნულოვანია, როცა გიორგი აგერ ზის და შენ კიდე ცდილობ რომ ადამიანებს დაუშვათ იმ ცუდ გადაწყვეტილებაზე შეამოაბრუნო და ისევ ამხელა რაღაცა და სხვათა შორის ძალიან ბევრი ბოდიში პატა ძალიან ბევრი შემოტრიალდა თან ეხლა 50 წლის კაცი ვარ და ამ ბავშვებსაც მე სტიმულს ვაძლევ თან ეხლა მეათეთ რომ ჯერ ვაჯერა ვარ მაგრამ 10 ჯერ თუ გავხდი სოფლიო ჩემპიონი შეგადაცემა გახდები პირდაპირ შეთან მოვალ მეთქი რომ ის ძიგარო კანოსტასი სუსამ კაცა აქვს სოფლიოში და მე-4 მე ვიქნები იქნები აუცილებლად მერტმა თუ მოიდომა და ქოშეკ პირდაპირ შეთან მოვალ მეთქი აუცილებლად ჯერ ჩემი ჯილახა და მები ვარ და კახელები რო ერთმანეთი უდგავართ გვერდით ეს ძალიან მიყვარს ძიმეები კი ვართ მაგრამ სიმძიმეში თუ შეგიყვარდა კაცი მე რა თქმა უნდა დატო პირდაპირები ვართ რა ი ბატონო ეხა ნუ კიდე ეხა არ შეიძლება რომ ავწდით ეხა და ბექაური არ ვახსენოთ გასიძახი ეგუნა მე და ეხლა ეგუნა ბექაურს რო დღეს 23-24 წლის ბიჭი ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონი არსებობს ქვეყნები სადაც ორი ოლიმპიური ოქრო ქვეყანას არა საერთოდ ვიძახი ამ კაც შენ არ დააფასებ და ეხლა ბოდიში სხვანაირად არ გამომივიდეს რა მე მაგალითად სპორტსმენი და ემოციური კაცი ვარ ჩემო პატა ემოციური კაცი ვარ და ბექაურს რო არ დააფასებ შენის ქართველი არ ახარ პირდაპირ განცხადებას ვაკეთებ შენი შოუდან რა კი ბატონო და გეთანხმები ყველას თავისი ცხოვრება აქვს მაგრამ იმით შეხედე კაცმა რაც გააკეთა გაცო იმათ ცუდი არ გაუკეთები არაფერი ეხლა საერთოდ მაგაზე ცუდის გაკეთება ზედმეტია ლაპარაკი ეხლა ძალიან კარგად ხვდები და ხვდება მაყურებელი რასაც გულისხმობ ბოლო მოვლენებს მაგრამ გასაგებია კაცო ეხლა ეს ამას არ წერს ჩვენ ქვეყანას ვერ გამოუვლევ გავარებოთ თავარი რომ ჩვენ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე ბიჭებო რაც შეეხება აქ ეხლა არის ანეკდოტების შოუ თქვენ კიდევ როგორც თქვი წარმატებები წინ მაგრამ ყველას ვეუბნები ხოლმე ალექს რომ ესე იგი როცა მე ეს საქმიანობა დავიწყე დილის გადაცემა იყო ხოლმე 8 წელი მუშაობდი და ეხლა რა თქმა უნდა ხელფასი მქონდა მაგრამ აი მას ვერც წარმოვიდგენდი მე სხვა არხზე ბიჭებმა მოიფიქრეს ეს ფორმატი მადლობა მათ რომ თავის დროზე მე დამიძახეს წამყვანად და რაღაცნაირად ისე მივიდა საქმე რომ პატარა ბიუჯეტი გამოვნახეთ რომ ვინც ასე ვთქვათ, კარგად იხუმრებს, კარგი ისტორიას მოყვება, ისეთ შეჯიბრებში გაქვთ მონაწილეობა ეს რა მოსატანია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტა, მაგრამ საპახმელიო ფულს ნამდვილად მოიგებ კაცი, ხო და ასე რომ ტყუილად არ მოგიყვანეთ ახლა. ესე იგი, აქ ანეკდოტებზე ვამბობდი, რომ შეიძლება იყოს თქვენი ისტორია და პირიქით უცხო ისტორიები უფრო კარგია, თუმცა თუ გაგახსენდათ რამე ანეკდოტი არ მოგერიდოთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ამ საქმეში ხო არ პროფესიონალი. არ გედავებ. კი ბატონო, ყველა ინდივიდუალურად ყვება. მოდი ახლა მე შენთან ანეკდოტებს არ მოვყვებ და რაც ჩვენ გადავხვდა იმას მოვყვები პირდაპირ. ძირითადად მე უბრალოდ გეუბნებით რომ ადამიანი ყველა აი მაგალითად ჭიჭიკია ბიჭიკია ხო? ყველა ყვება თავისებურად რა. შეიძლება 100 ჯერ გაგონილი ქონდეს და გაიგუდოს სიცილით ისეთი მაგარი იყოს, მაგრამ ამბებში მოგდევთ გეთანხმებით რომ ესია. მოკლედ ნახოთ დღევანდელი გადაცემის თემები თქვენის ნებართვით. მე ნელ-ნელა ვისაუბროთ ლელიანზე და ლაგოდეფაში გადაშიქ. რეჟისორს თხოვ ოქროს ადამიანს. სხვათა შორის ავად ვიყავი და რამდენიმე გადაცემა ბოლო ვერ ჩავწერე და მეც დაბრუნებული ვარ ახალი. კახელები, ექიმები, ოჯახი, სვანები, მეგრელები, ნადირობა, მოგზაურობა, ქუთაისური სპორტი. აი, თემები, რომლებიც დღეს გადაცემაში იქნება გაჟღერებული. ეს ის თემებია, რომელზეც შეიძლება რომ მოყვე. ეხა ისე რომ გავყვეთ რა. კახელი სპორტსმენი, ვინ გვახსენდება? დიდი ლევან თედიაშვილი, ხო არის? სვანების ვინ არის ყველაზე გამორჩეული? სვანების თქვენ სფეროში. ჩემ სფეროში ნუ პირველი ათეულიდან ერთ-ერთი. პირველი ათეული ჩხიმიანი, ლიპარტელიანი, კი ბატონო, ხერგიანი. არეწყინოთ მე რომ გამო. არა, ყველა მაგ მე ვიძახი მაგ. ესე იგი კახელები, სვანები, მოგზაურობა უწევთ რომ ესა თუ ის ტატამი დაიპყრონ, ექიმები ხანდახან საჭიროა
აუცილებლად მეგრელებმა გულშემატკივრობა რო იციან ისეთი უნდა ქუთაისის გავლით აეროპორტიდან თუ არ გაფრინდი არ გამო არაფერი ოჯახმა თუ არ დაგლოცა არ იქნება არაფერი ნადირობიდან დაბრუნებული ძმაკაცები უყურებენ და ბედნიერებიან და სპორტი თავისთავად სპორტი აწყობილია ძმაო თქვენზეა გადაცემა კარგი მოდი არჩიე შენ თემა ჩემო მეგობარო დავიწყოთ და ნახოთ პირველი რაუნდი ნახოთ ახლა და ძალიან საინტერესო იქნება ნუ თავისთავად სპორტი და ნებისმიერი შეჯიბრი ნებისმიერი ამბავი რაც გინდა გაიხსენე მოყევი სხვათა შორის რასაც მოვყვები სიმართლეს 95 წელია ჩემო პაატა წაველით ოლიმპიურ აკლიმატიზაციაზე ატლანტაში ოლიმპიური ნაკრები ეს ნიშნავს რას რომ დავკონკრეტ გავიაროთ აკლიმატიზაცია ამერიკაში მაინც რო ჩადიხარ ეხლაც აი რო ვიყავით ჩასულები მაგალითად 1 2 3 4 დღე გჭირდება რო ხო რო მიეჩვიო იქ ჰავას მიეჩვიო ის ძილს მაინც 12 თუ 10 საათია განსხვავება და ეს აკლიმატიზაცია არის რა ოლიმპიადა ხო ყველა დიდი დღესასწაულია სპორტში ყველა დიდი შეჯიბრია და რო წახვიდეთ ერთი წლით ადრე მიდიხარ რო შეჩვეული იყო რა ერთი წლის შემდეგ რო თან გაიგო იქ რა ხდება ეს არ მაშინ იყო უფროსი მწვრთნელი და დელეგაციის ხელმძღვანელები იყვნენ რაც გასვენებული ვინც იუდო შემოიტანა დიმიტრიჩი მაზიაშვილი და მარტყოფიშვილი მამაძალი კაცო ეს კი ბატონო ძალიან მაგარი და ჩაველით ჩავფრინდით ატლანტაში და როგორც ყოველთვის რა ბიჭები რო გავიდა 1-2 დღე გაველით რა მაღაზიებში რა პაატა რა როგორც არის 95 წელია მაშინ სად ვიყავ თან ამერიკაში თათა აქ სულ ყველაფერი დაკეტილი და დამწვარი გაველი და ხო რაღაცავი ვიყიდე ჩასაცმელები თან მაშინ ლევისები ხო ძალიან მოდაში იყო ინსპექტორები დაორბივარ ზოგმა 200 ზოგმა $300 რაღაცებს ვყიდულობ და მოველით სასტუმროში ხო სასტუმროში მოვედი და რა იყიდეთ მამაძალი ეს აკეთებდა ხოლმე ღმერთმა აწყონოს ათერში გაოფოს მაგის ხელში ვარ კასდილი ხო და ეს ვიყიდეთ ზოგმა რაცა მომკაცო მაგოტულა ფული მიეცით და ადრე აბრეშუმი შარვალ კოსტუმი რო იყო ხოლმე მოდაში კი ბატონო ხო და ეგეთ შარვალ კოსტუმს გვაჩერეთ მამაძალი $5 მივეცით მე და არცერი ჭმა თავისუფლები რაცა რო უთხარი დიმიტრი $5 როგორ იყიდეთ გაზო მაღაზიაში ვიყავი და შარვალ კოსტუმები კი არა შარვალი ყიდა ყველა ცოტა $50 მეთქი და არა გჯერათ კაცო $5 მივეცით მე და არცერი ჭმა თან ესი აკეთებს ხელებს და მეორე დღეს მივდივართ ტაისონის ჩხუბია და უნდა გვაყურებინო დიდ ეკრანზე აჰა და როგორც ყოველთვის მასწავლებლები ტრენერები მასწავლებლები ხო დილით გაყენებენ ახლა 35 კაცი ვართ რომ თან გვითხრან იქ სტრიპტიზ ბარია რაღაცებს გვიხსნია იქ ხელი არ დაადოთ ეს არ დაადოთ აბა თეშარვალ კოსტუმი ჩაიცვეს აი ტყუილს 1% არ არის ჩაიცვეს ეს შარვალ კოსტუმი და ჩემი თვითონ მეცინება წინა ჩაიცვეს შარვალ კოსტუმი და გვაყენეს გველაპარაკები არ ესეთ რაღაცებს და უკან არის შადრევანი ხო შადრევანი რა ხო და წაველით რა ეს ბიჭები ხო აქეთა უდგევართ ყველა და რო შეტრიალდნენ უკან არაფერი აღარ აცვიათ რუსიკები მოუწევთ ის ყოფილა თურმე მობილა მიცვალებულების შარვალ კოსტუმი წყალი რო ხდება და როდნება დიმიტრი ჩესრა დაგებარდა სულ რო უთხრა და რაზა მომგაზო და რო გავიარეთ სასახლეები ახლა იქეთ მაღაზიაში მაგარია დატოვეს კაცი ტრუსიკში იმის შემდეგ სულ ესე უყურებდნენ მაღაზიას ძალიან მაგარი ისტორია შვენიერი გადასარევი აბა სპორტი უნდა გაიხსენო გიო სპორტი ყველა მოგებაზე ლაპარაკობს და მაგარია მე ცოტა წაგებაზე ვიტყვი რა. ვიდი არა. ქართული დედაჭიდაობა ეხა ჩვენი ცხოვრებაა, ქართული დედაჭიდაობით გავიზარდეთ. კარგი 1-5 წელი მიმყავდა. სოფელში რო ჩავდიოდი, ყოველთვის ანუ არ არსებობდა ქართული ჭიდაობის დღესასწაულებზე როცა იმართებოდა
შეჯიბრი რომ არ მეჭიდავარ. ერთ-ერთი შეჯიბრზე წავედი და ესეთი სიტუაცია რომ ყველგან საჭიდაო სცენა არის დაბლა და მაღლიდან უყურებენ. ანუ დაბლა ჭიდაობენ, მაღლიდან უყურებენ და ამ ადგილზე იყო სცენა 1 მეტრ-ნახევრით მაღლა და დაბლიდან უყურებდა ხალხი. აჰა. ფინალურ შეხვედრას ჭიდაობ. ადგილობრივი ძალიან საყვარელი, მოწესრიგებული ბიჭი, ოღონდ ადგილობრივი ნავარჯიშებელი რა. და ნუ რაღაც უგებ რა ისეთი 3-0 ან 4-0 ესე უგებ და მინდა რომ რაღაც ლამაზი გდება გავაკეთო რა რომ აი ხალხს თავი მოვაწონო რაღაცა და ნუ ჩემი საყვარელი ფანდი იყო ამოსმული ესე რა და გავისწორე ეს ბიჭი ძალიან კარგად რა და ამოუსვი ფეხი ავაცდინე აი რო ავაცდინე დაახლოებით აი იმ ბიჭის სახემდე ახვდი შემეკრა და გამისროლა. ანუ რაღაც პერიოდი ვიფრინე. და რო დავეცი, ესე დავეცი და თავი ავწიე, არავინ არ ჩანს ჩემ წინ. მოვტრიალ და კრუგის გარეთ ვარ გადაგდებული. ანუ კრუგის გარეთ გამომისროლა. მივედი ძმაური, აუწიე ხელი შენ. ჩაევალა მოგებათ. მასეთ რაღაცას რო კაცი გააკეთებს, სულ მომხლებზე დადგე ეთვლება. ფანტაშორი ჩვენ ჩაინიკა საქმ მაგარილეთი ხო იცით ეგ მოყოლილი აქვს ჩაინიკას ადრე ჭიდაობაზე დადედა და შემთხვევით ვიღაცას რო შეხვდა და ანგრევს რა ის რა პატარა და რაღაცა მომენტშიო დავინახეო რომ ტრაკი აქო ესეო რა მოშვა და ვიფიქრე ვაგებ და უკბენო ჩაოლე თუ თან ვიყვირეო თავის ტრაკი ვიყვენ კარგი აბა მიდი ხა შენ გაუსვი ხელი და ვნახოთ ან ჩაინიკა წარმოვიდგინე არა ყვინდებოდა იქ არა ეს არის ვისი მაგარი ისტორია კახელები ჩვენსკენ არის ბედის ბორბალი უნდა დაიწყო გიო კახელებზე მოდებაძეებზე გკითხავ ძალიან ბევრი არიან ლაგოდიხში რაიონში აფენი ნუ ეხა განსხვავებული ის არის ხა მოდი მე ერთია რა აფენი ჭაბუკიანი ლელიანი ერთია რა კი ანუ კახეთში ლაგოდიხში ძალიან ბევრი არიან მოდებაძეები ისე ეს გვარი მოდის ჭიათურიდან იმერეთიდან ჭიათურიდან 80-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ჭიათურაში არა ვარ ნამყოფი ეგ ჩემი შესწომაა ცხოვრებული ვაღიარებ 80-მდე მეტი რაღა უნდა მოყვე მოგზაურობა რომ ამოსულიყო მაგაზე მაგარი არა 80-მდე ქვეყანა ჩადი ძალიან ლამაზია ძალიან ხალხით ივსება აუცილებლად შენდება აუცილებლად ანუ ასაკს ველოდებოდი რომ მემახსოვრებინა ასაკს ველოდებოდი რა პატარაობაში რომ მენახა შეიძლება არ ვერ დამემახსოვრებინა ფანტაშორის თეატრი აქვს ძალიან კარგი ჭიათურაში დიდი ისტორიის მქონე კარგი მიდი აბა კახელებზე მოვყვები ესეთ რაღაცას პაპა მყავდა აი ზუსტად ესეთი პერსონაჟი როლანდი როხსნის ხოლმე ხორცი ჭამია კაცი რა 2 მეტრა აი ესეთი აი დიდი კაცი რა აი ზუსტად ესეთი ძალიან ესეთი ბილწიენის მაგრამ უსაყვარლესი პიროვნება აი კოლორიტი კაცი ცნობილი თამა და ეს დედის მხრიდან კი ანუ დავაკონკრეტოთ სადა დედის მხრიდან კი სად არის ხო დედის მხრიდან პაპა იმიტომ რომ მამის მხრიდან ბაბუაა ხო და სად არის კარდენახში და რაღვინო აქვს ეს კაცი ცალფეხა კაცი იყო რა და შეშაზე რომ მიდიოდა ხოლმე ტყის პირზე ჭრიდა სუ შეშას რო შეგინით ხე ვერ შედიოდა ცალფეხა კაცი იყო რა მოჭრა ხე და რაღაცას დრუჟბავს ალი ხის ფეხი აქვს რა დრუჟბავს და დაადგა მეტყევე და ხე აქ მოჭრილი აი ეს იფანი რო აი ძალიან წითელ წიგში როა შეტანა აი ძალიან წითელ წიგში ძალიან წითელ წიგში როა შეტანილი და მივიდა ეს მეტყევე და ნაუ აქტი უნდა დაგიწერო რა ჭარიმა უნდა დაგიწერო და დაჯდა ამ ხეზე და აქტ წერს და ეს კაცი ცხენის ტაჭკას არის დაყუდებული და ეს გახედა და აი ხედება ლღვა ქეთო და მიხედა ხე რო არ მეჭრა რა ჩემ უნდა იძარიყო აღდი კარდენახულია ვერაცვალე გაანათლე რო არ მეჭრაო ოქრო ხარ კიდე გინდა რამე ჩამატ დავამატებ ერთს რა ანუ ამ კაცს ფეხი რომ მოაჭრეს როგორც ჩანს რაღაც თიაქარი განუვითარდა ფეხზე რა და ძალიან ბევრი ოპერაციები ქონდა გაკეთებული ამ თიაქარის ოპერაცია ნარკოზის გარეშე გაუკეთეს ადგილობრივი ანესთეზიით რა და მე და
ჩემი ბიძა მივედით სანახავად საავადმყოფოში და შემოვიდა ეგთანი ესეთი სტრაფი ესეთი რაღაც ცეცხლოვანი ეგთნები რო არის რა ასაკიანი ქალბატონი და გადით ვეხლავო გარეთო ჭრილობა უნდა ვნახო და ზეწარია გადაფარებული ამ კაცს და ისეთ ადგილზე რომ საცვლები არ აცვია და ეს ზეწარი გადახადა და პაპაჩემ ესეთი ჯიმეხელი ქონდა და დადე გენა ცვალეო და გაჩერდა ეს კაცი დაიხედა იგერე ხო არის ბურვაკივი თუ ხო ეგრევე ენა წალეს აი კაც აბა მოყევით გახედე რა ხო თქვი თელავზე და გურჯანელებზე ხო თქვი და აბა იმ დღეს მე და ჩვენი საძმა კაცო მეს დათო უძილაური და დევი გობეჯიშვილი მივდივართ ყვარელში ხო და ხო გაგებული ხო მქონდა კაცო ეხლა გურჯანში რომ თელავზე პაკეში გადაეშვება პატა მართლა ეხლა მე ჩემი თვალით თუ არა მაქვს ნანახი იმას ხო და გაგებული მქონდა რომ კაც პაკეში გადაეშვა და როგორც გასა გურჯანის რაიონს დაუშვა და მე გურჯანის აირი არ მინდაო. კი ბატონო. მივდივართ 4-ნი. ახმეტელი მე. ხო. რაგოდეხელი, თელაველი და საგარეჯველი. კი ბატონო. მოკუჩნით მაგალითი. როგორც შევარდი? როგორც ეს ჩალაუბნის ისა ჩუმლაკის სიძია. აჰა. ჩუმლაკს რო გაუსწორდით გიორგი იძახის რომ აქაო ჩემი ცოლი დისო დაქალი მუშაობსო რა და მაგარი დრაივიო მაგარ ყავას აკეთებენო გაჩერა იქ მანქანა როგორც გადავიდა ბატონი გიორგი დაბა ვის რა გინდათო უცებო რა არა და ამ დათო უძილაურ თელაველს დაბადებულ გაზდილს ყავა ჩვენზე ძალიან უყვარს ჩვენზე ძალიან ხო და მე არ მინდა ყავაო არც ლიმონათი არ გინდა არც კოკაკოლა არ გინდა არც არაფერი არ გამიკვირდა ყურადღება არ ვიმიქცევია რა ხო და ამან ეხლა სამივეს ყავა მოგვიტანა რაღაცეები აქეთ იქით დავჯექით მოვდივართ რომ გამოცდით ამ ადგილს დაინახა დრაივი და აი გააჩერეო მართლა დედი აყურადღება კიდე არ ვაქცევ გააჩერე ხლა იქ არ ვიყავი კაცო გაჩერებული ხა ყავა გააჩერეო თან არც იცოდა რომ ის რა ქვია რომელი სად გავაჩერეთ მანქანა გავაჩერეთ ველისციხეში ხო თურმე ველისციხეს გურჯაანისა ყოფილა არ იცოდა კაცო რაცა ამბასადორი როა იმიცი არა იქიდან კაჭრეთში გავაჩერეთ არა კაჭრეთიც მე ხوار კაჭრეთიც ყოფილა გურჯაანი კი ბატონო ხო და გააჩერა გიორგი მანქანა გადავიდა რა გინდათ არაფერი არ გვიდა გავიხდი ყავით არ გამოდი რა ქენი მე უთხარი ბიჭო იქ ყავა იქ არ დალია და რა საუბარ კაცო გურჯაანში არც ყავა არ დამილებია და არც გვინო მართალია მოვიყოფილა ზმაო გურჯაანში რას ქვია კაცო მე თქვი შერიგდნენ კაცო მე თქვი შერიგდნენ გურჯაანელები რა ეგ ეხლა შენა არჩენ არ დაგილევია ყავა გურჯაანი არა მე ხა მოგიყვები ისტორია და შენ გამოიტანე დასკვნა მათ ხო კრუგი არის მაგაზე იყო დედაზე დაგინებული მაკრუგზე. გითხრა ჩემ ისტორიას გიყვები. ხო და ჯერ კიდე კომუნისტების დროიდან იყო რომ გაზარდეს ეგ ჯარიმა რა 100 მანეთი თუ რაღაცა და 4-ჯერ გიხრიტავდნენ ტალონს იმიტომ რომ ავარიები ხდებოდა თელაველები არ უვლიდნენ რა წრი არ უნდა გაგეკეთებინა და მერე ლარშიც კარგაბლომად გაზარდეს, მაგრამ არ გამოდიოდა და მერე რაღაცა პერიოდში იქ ფანტანი გაჩნდა და ამის რემონტი რო დაიწყო, მარტო სადაც დაგინებულია ის გზა დატოვეს და დაანგრეულია გომბორი გაკეთებული არ არის და მიტის მანქანების პერედოკის გამოცვლა თელაველები არ დადიან დაგინებულია და ცოლი მყავს ახალი მოყაი მეორეთ მივდივართ თელავში და მე ეს არ ვიცი ის რო გაფუჭებულია რა რო დავინახე ვერ გავალ ახლა რა გამორიწყულია და უკანასვლაში ჩავაგდე გავჩერდი და დავიწყე რა და რა იყო ჩემი სოლი მეუნო რა მე მგონი მეთქი რაღაცა წნევა და დავჯდებიო მეო და აი მეთქი დაჭეკი როგორი ადვილი გამოსავალი და გამოვატარე წამოვედი შემოვედით მაშინ მამაჩემი ცოცხალია და რა იყო რამდენი ცუდად გახდაო გურჯაანშიო და ეგრევე იყიდა რა ადგილასო და აიო კრუგინი ვარიო და ოხ შენი რა და რა მექნა მეთქი ხამას არ ეკუთვნი ხავას დავლევი არა კარგი პირველი რაუნდისთვის კარგი იყო მე ესეთი გადაწყვეტილება მივიღე რომ ბოლოს გამოვაცხადებ ასე ვთქვათ რა და როგორ
მეორე რაუნდი და ნახე ეს ამბავი. ასე რომ ჩემო ალექსი ეგეთი რამე მაგ გაკეთებული და შეკიდე მეუნები ყავაო. მართალი ყოფილად მაგას როგორ მოვიფიქრებდი? სულ ვიყოლე რა რომ აი ხო რა არის ამისი საფუძველი? ხო და რატო აი ხო შეიძლება არ ვიცი, გეგე ხო ცხლხანიშვილი როგორ არის? როგორ არ ვიცი? გეგე მათ თქვა რომ მოგზაურობა არის და დავამთავრებ ამას რომ ესე იგი ფეხბურთის გუნდები იყო თავის დროზე, მამამისი გეგე როცა-ცხალი იყო და აი გულშემატკივრებისგან დაწყებული ამბავი არისო თორე იქ გასერიოზულებული ამბავი არასდროს არ მომხდარაო სიტყვაზე ან ჩხუბი ყოფილი. აი სიტყვიერი და ესეთ იმაზე აგორებულია და გურჯანელებიც მაგარ რაღაცებს ამბობენ ოღონდ იცოდე. აი მე ეგეც ვიცი, ვიცი. ისეთ რაღაცები გამიგია რომ რა ჩემ თავზე გადახდა პატა მაგას ვიძახი. მაგას როგორ დავიჯერებდი მეთქე, დავიჯერე რა. აი ფაქტი. ფაქტი სახეზე. მოგზაურობა ბევრი იყო შენ ცხოვრებაში და საინტერესო იქნება. მოდისო გიორგი მოთხოვს ქვეყანაო და გონი ატრაქტიკის გარდა ყველგანა ვარ ნამყოფი რა ვიცი. შეიძლება ტრამპმა შტატად გამოგაცხადო. რა ეგ სოფიო პასპორტი ეკუთვნის ჩვეულებრივად. აქ მოყვები საქართველოში ცხოვრ კაცო მოგზაურე ახლა წერა გიორგი მათქო ჭიათურაში არა ყოფილვარო და თითქმის გეუნები რომ რამდენი ქვეყანაა ყველგან ნამყოფი ვარ და მე კიდე თათუშეთში არა ვარ ნამყოფი. რასა იქვეთან. თან ყველაზე მაგარ ადგილას არა ვარ იქვე ჩემი რაიონში არა ვარ მართლა არა ვარ. რატო ვერ მოხდი შენ რა მეუცნაო? რაითა რა იყო იცი ყოველა მეუნებოდა წამოიმი და ისეთი დრო ემთხვეოდა რომ მიდიოდნენ ხაზბორებზე ვიყავი ხანშეჯებზე. ეხლა უცევლად წავალ რა. ზაფხულში ვერტალიოტით გავნა გავფრინდე. ვერტალიოტით თან ჩვენ ძმაკაცები აკეთებენ კაი რაღაცებს და ერთად გავფრინდეთ. ავიდეთ. და მოვყვები ეხლა აქ საქართველოში მოგზაურობაზე რა. ახალი ევროპის ჩემპიონატი იყო ჩავლილი და ჩვენ ყოველთვის როგორც ყოველთვის ვიტყვით ხოლმე და მივდივართ ხოლმე ლომისობაზე რა. კი ბატონო. ლომისობაზე. ხო იცი რამ 5 კილომეტრი ესეთი თან ფეხი მტკივა. მე უთხარი ვერ წამოვალ რა. როგორ არაო სიტყვა გვაქვს რა თქვა და უნდა წავიდო და როგორც ყოველთვის ჩამოვიკიდი ამას 50 კილოიანი. როგორც ყოველთვის რა. აღმართებზე მაგრა დადის. აღმართებზე ხო აღმართებზე. ახლა კახეთში გაზდილი იმერელი რა იქნება ეხლა. რა წავო კაცო. ხო და ჩამოვეკიდი აველით მაღლა პატა ავედით ლომიზი ვიტრაპეზეთ მამაოს ველაპარაკეთ და მოვდივარ და ხო უნდა დავემშვიდობოთა რა იჯვარი გადამწერა მამაო ბაბა ღმერთ შეგეწიოს დიდი მადლობა აქ რო ამოხედით ყველაფერი დაგულოცა და ამის ჯერი მოვიდა პირდაპირ ქარმიზის მოვიდა ამის ჯერი და მამაო რო დაიწყო პირჯვრის გადაწერა და მამაო მიარაო რა არაო გაწესე მამაოს გაუჩერდა ხელი შუაში მართლა და მიარა მამაო ჩემი სტედრი და ლოცეო გაიგე შენა ვიტო აღელი მამას გაიგე რა მიარა და ჩემი სად გავთვალე მოусმინე სად გავთვალე ეხლა მე ხო არ ვიცოდი ეგ ერთი სული მაქვს შეძმობას ფიცავარო ჩამოვიდე და ვიჩე ხდება რომ ყველას უთხრა კაცო და კაგეჭი ხო იცი სიდედრის ხო რა თქმა უნდა როგორ არის რა სიდედს როგორ იხსენიებენ რა გავიხედე ჩავჯექით მანქანაში ხო და არ არის ეკავს ამის სიდედრი ხო და მარიკა მეთქი ეს რა გავიგე მეთქი რა იქიდან რომ მოვიკითხე მამა ულოცავდა მეთქი და მიარა და ჩემი სიდედრი და ლოცეოდა მეორე დღეს $30,000 არის მე უყიდა კაცო მე ხო ვიცოდი სად იტყოდა რა აი სად გამოადგა ვეღარ მაჭამა მე პოლონეთში ვეღარ მაჭამა აღარა ვთქვი არაფერი მასეთ სიდეთს მე დავალოცნები მაგარი აი სიცის კახეთში რო პატარა იმერეთი აი ესეთ იმეებით იმაშობა რა აბა მოყევი მოგზაური გაგიგი ეგეთი რაღაცა არა მეც ეხლა რა ხარ ჩემზე მოყვა მე აბა რა პატიცემულზე მოყვები რა ძიუდოს ფედერაციაში ყავს ერთი ვეტერანი ძიუდოისტი ძალიან წესიერი მოურწმუნე აი უპატიოსნესი კაცი ვალერი რომელიც აი არ უწევს ხმას აი ძალიან ხმადაბლა მოწესრიგებულად რაც არ უნდა გაბრაზებულიყო ძალიან დაბალი ხმით ასე დააყენებული ტონით აგიხსნის საუბრობს ბატონ ალექსის მიმართავს
ალეკო მასწავლებელო და ერთი 7 წლით დიდია ალექსის 7 წლით ვიდო რა 7 ნუ 10-ით ხო და მოდიან ახმეტიდან ნუ იქ ვაზი აქ მამული გამართეს რაღაც გააკეთეს მე შავი ღვინო დალიეს ჯიგრულად და კარგი ნაკეიფრები მოდიან კომბორზე კი ბატონო და ოთარის ეთყობა ცოტა რომ ძილი მოერია რა და ამ ვალერის ეუბნება რომ ვალერ არ შემეძინოს მელაპარაკე ხო და ეს ვალერი ნუ წინ იყურება და ამან დაასრულა თუ არა არ ჩამეძინოს მელაპარაკე ეგრევე წაიღო ძილმა აი ეგრევე და ვალერი აღვიძებს ალეკო მასწავლებელო და ამან გაახლიოთ რა იყო შეშობეძაღლა შენა გადაბრუნდით ესე იგი რო გადაბღარებაში გამაგვდო რო თავდაღირა გადაბრუნდით აგარია მერთვა შუ გადაგარჩინოთ რა მაგარი თან პირქვი არის პირ ყველა დამადგა ეგრევე უკან მანქანები პირქვეყრიან აი ეს ამოტრიალებული და ალეკო მასწავლებელო და რა იყო შეშობეძაღლა გადაბრუნდით თან პირქვეყრი ხარ როგორ წამიღვაზე ხარ არა მართლა დავამთავრე თუ არა გავაგვიძე და შევხედე უჯარმაზე რომ აქ ისვენებდა მეთქი ჩვენი ერეკელე მეორე მეთქი და აი ეს სიტყვა ვთქვი თუ არა პატა და ალეკო მასწავლებელო მაგვიძებს გადავბრუნდითო ო იცის გათიშვა იცის ეგრევე რა ჩვენიერი აბა მიდი გავუშვი ხა ერთი ძალიან მაგარი გადაცემა გამოვა გეუბნებით მე თქვენ არა ნუ აი ხო არის ხა ისტორია ოჯახი აბა ოჯახი წეგან ვისაუბრეთ პაპა კითხვი მაგრამ ვისაუბრეთ ბაბუაც ქვიმატი გეყოლებოდა იგორიჩზე ვისაუბრეთ რა ჟორა ნავაძეზე უძვირფასესი პიროვნება ადამიანი ალბათ თაობის ადამიანი არ არსებობს რომ იმ ადამიანს არ იცნობდეს რა კი ბატონო მაგას უყარდა ხოლმე გახსოვს ყვითელი ჯიპი რო ყავდა პატარა კი კაბრიოლეტი რა ამობრუნება რო იცოდა ხოლმე ის ვარდებოდა გვერდზე ეს როგორც იჭერდა რა სიძახი ხო ნუ ალექსიმ თქვა ფანჯიდუს ეძახთნენო და ეს ხელი რო აიფეთქა ხო ნუ მაშინ მარტო წნორში იყო ამბულატორია და ის დიჟოკი მუშაობდა და აი გააქციეს რა რომ ხელი გაეკერა და სახში რო გავიგეთ რომ ჟორას კაფსული აუფეთქდაო ნუ წავედით მამაჩემის მეგობრები ჩავჯექით მანქანაში და წავედით რომ მივედით მამაჩემი ეუბნება რომ რა მოგივიდაო ძამულო და ნუ ეხა ის ცხონებული ენას უკიდებდა რა და ნახეო ძამულო ნახეო რა მომდა მემართავ და ერთი ჩვენი თანასოფრელი ძალიან ესეთი მოძალებული იუმორის ბატონია რა გინდა გრიგორიჩ ორი აფეთქება კიდე დაგჩენია დამშვიდა შორი აირო დამშვიდა კიდე ხო არ მოყვები რა კი ანუ ჟორაზე მოყვები ანუ ოჯახურს მოყვები რა ტამოჟნიაზე მუშაობდა ტამოჟნის უფროსი გახდათ და მოვიდა სახში ღამენათევი დაღლილი და თადული მეუღლე ეუბნება რომ მოკლედ ქალბატონი თადული იყო ჩემი ნათლია თუ ჟორა ხო დღემდე გაურკვეველია იმიტომ რომ შევეკითხე ჟორას რომ რომელი ხართ ნათლია ჩემი თქო თადული რომ ხელი ჩაგიყვანა მე ფეხები დაგბანეო ხო და ქალბატონი თადული ეუბნება რომ ჟორაო გააგდე მარსიკა სახლიდან უხე მონადირე კაცია ეძებარი ყავს სახში და სახლიდან გააგდე რატომ ორი დედალი შეჭამაო და გააგდე სახლიდან გააგდე დედა შენი ეფში კათამი შეჭამა და გავაგდე მას ო აი რა მაგარი ვინმე იყო გააგდე დედა შენი კი ბატონო აბა ოჯახი აქედან გავას მოვიკითხავ გავას და გავაზელები მოვიკითხავ აქედან და ერთმა ჩემმა ახლობელმა დამირეკა რომ სავოდობაზე დამპატიჟა რა მაგარი აი მე გაგახსენდა ხო გამახსენდა რა რო ჩავედით თამადაც ისეთი მოიყვანეს ჩემო პაატა რომ სპეციალურად მოიყვანეს ესეთ ენა კვიმატი ხო კვიმატი თამადა და თან ნახდა მართალ ამბებს რო ყვება ისაო ფიზკულტურის მასწავლებელი ვარო რა ფიზკულტურის მასწავლებელი და სკოლის დირექტორმაო დამავალაო რომ ერთ-ერთ მასწავლებელსო ეხლა შეგნებულად არ ვიძახი რომ მასწავლებელს ერთ-ერთ მასწავლებელსო რაღაცა უნდა გადასცეო და სახში ხომ მიდიხარო
ჩემი სახლის გზაზე ცხოვრობდაო. წინას არ მეცინება. მაგარი ადამიანი. და რომ მივედიო კაცო და დაუძახეო და გამოვიდაო ეს კალმატონიო და რომ მივაწოდეო. რა საბობო კაცო? რა საბობო ანზორო ეხლა სახში ესე გაგიშვებო წამოყავა უნდა გალეილო. ბიჭო, ამ კალმატონსო სახელი ქონდა გატეხილი ამ სოფელშიო და სახში როგორ შევყვეო კაცო? არ მქმარმა არ მომავიდესო, არ ვიღაცა არ მოვიდეს. ან ჩემ არ გაიგო. ანა ჩემ არ გაიგოსო და არ მივდო და იმდენ იქნა მაინც შემიყვანა ყავის დასალევათო რა. როგორ ჩემედი დავჯექი ყავა ბუადუღა დაასხაო და კარების ხმა გავიღეო, გავიხედეო და ბეხლეთი ხო ის კახეთში ვაგდო, ბეხლეთი ქმარი ყავდაო და კარები არ გაყუდარ შემოვიდა, შემეშინდაო რა. ეხლა გაგებულიო ეხლა თავით როგორია მივიდე ცოლთან ერთად ყავას ავსვა. რა გინდა ვიდა? ამდენი გავედიო და სათონეში წავედიო, სათონეშიო და სად დავიბალო არაფერი არ იყო თორე ჩამძვერიში გაო. მე თქვი ეხლა ეს საჭმელი შეჭამს ალბათ. იმაზე მოვიდა და შესვენებაზე და წავა. ჯო არ გამოვიდა თავზე არ დამადგაო კაცო. თავზე არ დამადგა თორეშიო და რა საკეთე მაქაო აზრო და რა უნდა მოვიფიქრებინაო და ფაფხაჭელა სავჭამო. იქრორჩება პურზე და რა საბომბე შენი დედა 15 წელია პური არ გამოგვიწყია. რა ფაფხაჭელა საჭამო. აუ კარგია. კარგია. ესე იგი გადასარევი ხა ჩვენ ამოვწურეთ თემები და გიო ეხა შენ დაიწყე მესამე რაუნდი თავისუფალი თემა და რაც გინდა ის მომყევი. მოვყვები ისევე გრიგორიჩზე და მამაჩემზე რა. კი ბატონო. ადრე ხა ჩემ ბავშვობაში მაშინ მერსედესი ცოტა ისეთი იყო რა. არ იყო და მამაჩემს ვოლგა ყავდა, ახალი ვოლგა ყავდა და პატარა ბავშვი ვიყავი, მუთაქები მქონდა დაფენილი და ვოლგი დავდიოდი აქეთ-იქით ვიყურებოდი რომ ხედავენ თუ არა ვოლგით რომ დავდივარ თქო და კაბალია სოფელი იქ. კი ბატონო. მოვიკითხავ იქ აზერბაიჯანის ხალხს ძალიან დიდი პატივისცემით არიან ქართველებთან და ქართველებიც. კი ბატონო. ძალიან იდეალური ურთიერთობა გვაქვს და იქიდან მოვდივარ საკლავი მომყავს რა, რომ სახში მოვიდე, მუშები მყავს რაღაც და ბეკეკო იყიდე ამბავი. გატყავებული, გაკეთებული, გამზადებული მუშა მყავს რა და გრიგორიჩი ჟორა ნავაზე დახვდა გიორგეთის ბირჟაზე. გიორგეთი ძალიან ლამაზი სოფელი რაჭველებით დასახლებული ძალიან ძვირფასი. დაჯვარედინზე. კი. თეთრი შარვალ კოსტუმი აცვია. ნათლულო გააჩერე, გავაჩერე აიქამდე შემოვიდა მანქანაში. ნათლულო. აიქამდე შემოვიდა მანქანაში. და ნუ გვერდზე კაცი მიზის და ის ვერ გაარკვია სანამ არ გავაჩერე მამა იყო თუ მუშა იყო რა და ნუ ის რო არ დაევასა მე შემომიტრიალდა ეგრევე და მამა შენს უთხარი თადულის მოუკვდა მამიდა და თელავში მივდივართ მაგარი პური უნდა ვჭამო. თუ თეთრი შარვალ კოსტუმი აცვიაც მოვედი სახში ანუ რა დონეზე იყვნენ ერთმანეთთან შეთანხმებულები და გაზრდილები ტიპები მამას ვეუბნები რომ მამა მეთქი გრიგორიჩმა ესე თადულის მამიდა მოუკვდა და დაკრძალვაში უნდა წამოხვიდე. ჩემი ინტერესი ის არის რომ გიორგეთთან თელავამდე მანქანა უნდა ვატარო, ხალხმა უნდა დამინახოს რომ მანქანი დავდივარ, ჩემი ინტერესი ეგ არის. და მამა ჩემ ეგრევე მკითხა, რა ეცვაო? თეთრი შარვალ კოსტუმი. დედა ჩემს უთხრა ნინო, რამეო, სამხიარულო გამიმზადეო. დაცაცმელი. ნუ ეს აეწყო ჩვეულებრივად და წავედით. კალვატონი თადული წინ მიზის, ესენი უკან სხედან რაღაცებს ყვებიან, თელ ამბავში ვართ და მივედით იმ ოჯახში, სადაც მიცვალებული უნდა დავხვედროდა და დავაგვიანეთ, მიცვალებული გამოსვენებული დავხვდა და ნატურალო გადადი პირდაპირ ქუჩაზე სად გამასწრებს? ვენახის სკოლაში კურდღელი ვერ გამასწრებს. ეგ სად გამასწრებს? კუდარზე იძახის, სად გამასწრებს? ნუ პარალელურ ქუჩაზე ცოტა ეთყობა სწრაფად წავედი და გზაჯვარედინზე რომ გადმოვბრუნდი უკან მიცვალებული გაატარეს. ხო. მამა ჩემს უთხრა რომ პავლოვიჩი წამოდი ცოტა თუ არ ვატარე და რა შეგვერგება აქ და ცხონებული დაბალი იყო ეხლა გახსოვს შენ ცოტა და მამა ჩემი მაღალი და რომ ამოუდგნენ ამ მიცვალებულს გაასწორეს რა კარგად ამ პადიუმზე რომ შეუდგნენ გაასწორდა მიცვალებული და უკვე 50 მეტრი დარჩა ანუ 50 მეტრია რა ძალიან ბევრი ატარეს და რო შეყავ სასაფლაოს ეზოში უკიდან ვიღაცა ატირდა მამა არ შეყვე მან და მამა მაგათ ეგენი გატყუებენ მაიდან ვეღარ ამოხვალო და მამა შემეშე გადავხედეო მიცვალებულსო და ჟორია შედედა ვაჟას დედა სულ ვაშები როდის ამოვიდა სხვისი მკვდარი ატარეს
სუისიკვდარი ატარეს. მამა რო დაიცა. მოტრიალდნენ ახლა უკან მოდიან ეს მამა ჩემი ეჭხუბება მე და თადული აი მანქანაში გაგუდულები ვარ ციცილისგან და ქვევით მოსახოში ჩვენი მიცვალებული გამოჩნდა და კახეთში წესია ჯვარედინს ზონა დაასვენონ მიცვალებულია და ჩვენ მანქანასთან მოიყვანეს ამოუდეს ეს ჩალის კამები და ეს მიცვალებული დაასვენეს ამ კამებს. უნდა დავაჯავროს სხვა გზა არ არის. მივიდა და ძმობილო, ჩვენია ეს მიცვალებული. ანუ ეს მიცვალებული აწიეს, წაიღეს და ამასობაში ის მიცვალებული დამარხეს, მოდის ის ხალხი იქიდან და ესენი რომ დაინახეს ახლა, ნუ გამორჩეული ტანსაცმლით არიან ის თეთრებით, ეს წითლები, გამორჩეული ტანსაცმლით არიან და სამხიარულო. ხალხი ხმამაღლა ფიქრობს რომ როგორ გაუჭირდაო ხალხს რომ მიცვალებულის წარებაშიო ფულს იღებენ ესენი დაქირავებულები იქნებიან. ესენი დაქირავებულები იქნებიან ერთვენი მიცვალებული ატარესო ეხლა ეს მაგარია, ძალიან მაგარი, ბრავო. აბა ალექს ბატონო. მე მოყვები ახლა ჩემ თავზე რაც გადამხდა. აბა გისმენთ. მივედი დარბაზში და გარეთ ვდგევარ პატა და გამოვიდა ერთი და სიგარეტი მომაწეინეო რა და მე უთხარი აღარ ვეწევი მეთქი. სიგარეტს აღარ ვეწევი მეთქი და არა და სხვათა შორის 1-5 წელია რაც სიგარეტს თავი დავანებე რა. ხო და გვერდზე მედგა ესე იგი 5 წელის ბავშვი. ხო. ვინც ვარჯიშობს? ვიცა ვარჯიშობდა იმის ძმა. აჰა. მამამის მოყავდა ხოლმე და რატომ მიყვარდა იცი ჩემნაირი მუცელი ხო და ლამაზი მუცელი. კაი ბავშვები ვარ. აი ბავშვები ვარი ახლა წელს და ბაჭბაჭებს და მამამის უთხარი რომ ატარე რომ მიეჩვიოს მეთქი რა. ტატამზე სიარულს და გაიზარდოს მეთქი რა. ამაზე შენარავი რაფიც არ გადაგახდეინებს მეთქი. გვერდზე მიდგა ეს ბავშვი. ეს რო კაცი რო წავიდა რაღაცა სიგარეტი მომიდა და მეორე მოსავლეს უთხარი გადადი მეთქი მიყიდე მეთქი გალფის კალონკა იქ სიგარეტი. გადავიდა რომ მომიტანა ეს სიგარეტი რომ მომიტანა რო გავხსენი და უნდა ჩავიდო პირში და ესე რაღაცა მეჯა ჯგურება დაბლა. ხო. ხო და თან შობლებიც ადგანან ეხა სანამ დარბაზში შეხვალ. ხო. ძიუდოს აკადემიაში. დავხედე და ეს 5 წლის ბავშვი რა. ხო. საინტერესო. აქი აღარ ვეწევიო მას. 5 წლის ბავშვი მე უნება პატა. ისე შემცხვა აი დედის სულსგებ ისე შემცხვა ის ბობას პიცა აი ესე მოუჭირე. თლიან პაჭკას ხედი და გადავაგდე. ხო. ჩავამთავრე ერთი ვარჯიში, ჩავამთავრე მეორე ვარჯიში და წავედი სახლში. ბიჭო, თან იმას ვიძახი, ეს რა ბავშვმა 5 წლის ბავშვმა ესეთი როგორ დიდი კაცი როგორ მითხრა. ავედი გახდა 11 საათს სახლში აველი, გახდა 12-ის ნახევარი. მოგინდა მაგრა. სიგარეტე მე და ეხა პაჭკა ნახევარს ორ პაჭკამდე ვეწეოდი რა. ხო და თან ჭიდაოდი და აი ჭიდობას ხელს არ მიშლიდა კაცო. დეტა იქ შეეშალა სხვათა შორის ჩემი საძმა კაცო, სულ ყველა მაგას მე უნდა წამოხაცე და იფიცე, გაანებე რა ამ სიგარეტს თავი. ვიღაცა რო დამირეკავდა მანამდე რო აი როგორ 30 მეტრო ფეხით გასავსე მაქაით გავდიოდი. აზე სიგარეტი ნახე. და ბიჭები ხო ხვდებოდნენ რა. თანამდეს ვარჯიშობდი და ავედი სახლში, ვერ ვიძინებ ძმაო. მეცი. ჩამოელი ჩავჯექი მანქანაში. ჩავედი მეტროსთან, მაშინ მეტროსთან. ხო. იყო მარტო ღია და არ იყო შავი სუბრანია და ვიყიდე პარლამენტი. რო წამოვედი იქიდან გავხსენი ჩავიდე პირში. სანამ სახლამდე ამოვედი, სუდედა ვაგინე ჩემ თავს. თუ მოწიე და შენი, აი ფიქჩი დამეძინა რა. ესე იგი მართლა იმის შემდეგ თან დამქონდა ეხლა სახშიცა მაქვს ეს პაჭკა 8 ღერია დამქონდა თავის ზაჟიკალკით რომ თხოვდნენ სიგარეტს ვაძლევდი და 8 წელი დავიტოვე თუ რაღაც რო აღარ დამაქის სუმკა ის 5 დღე რაც დაიხარჯა რა ეხლა ხო გაანებე ესე იგი აი წარმოიდგინე ამ ბავში არც მოსულა აი ალალად გეუნები რა ატო უყვები ამას იმის შემდეგ რაღაც პრობლემა მოხდა უჯისენი და აღარც მოსულა ის ბავშვი ეს არის რისგან მოგზავნე მოვიდა გამოგიგზავნა სიგარეტი გადამაგდები და რა 20 წელი სიგარეტი 96 და რა ჩემი ძმა დაიყვე შენე სიგარეტს 96 და 2020 წელში დამანებებინა თავი აპატა და აღარც მოსულა ფიქრობ ნაღდი იყო ვინ იყო რო მეუნებოდი რომ დედა უფრო გიყვარს მეთქი იმიტომ მათი ლამაზი მუცელი ქონდა ჩემ დედა უფრო გიყვარს თუ ხინკალი და ბაბა უფრო გიყვარს წვადი ხინკალი და წვადიო იცი შეიძლება თამადაც არის მაგარი დღეს შეიძლება რა ვიცი რამდენი ხანი გავიდა მაგარი ბავშვი მოვიკითხოთ თუ გაახსენე აუცილებლად და
სანამ ეს მორჩება ის იყო წერა გიორგი მკითხვა მაგრამ მე მინდა რომ ისევ შენი გადაცემიდან ვინ ჩვენ ხელს გვიწყობს მართლა ვეტერანებს მე მაგალითად ძალიან დიდ ხელის შეწყობა მაქვს თავდაცვის სამინისტროსაგან შემოპაატა ყველანაირად გვერდში მიდგანან და შენ მარტო ივარჯიშე და ქვეყანა ასახელე და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო თავდაცვის სამინისტროს თლიან შემადგენლობას ეხლა ვერ ჩამოვაყალიბებ და ჩვენ ძიუდოს ფედერაციას და კიდევ ჩვენ მთავრობას რომ საქართველოს ვეტერანთა სპორტსმენებს დაუნიშნეს პრემიები. ენალსვალო, აიხარე. მეც მოვიკითხავ შენთან ერთად, ჩვენ თავდაცვას ჯერ ისედაც სულ რომ მაგას არ აკეთებდნენ, პოტენციური გმირები არიან და პირველი ეგენი იცავენ ჩვენ ქვეყანას და დიდი მოკითხვა ცალკე სამეგობროს მათ და ისედაც ყველას ბიჭებო მაგრად იყავით და ემრიელად და დიდი მადლობა რომ მოხვედით თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის დრო დაგვითმეთ ჩვენ და რუსთავიორ ჩვენ გუნდს და მე გეუბნებით რომ არის ნამდვილად ძალიან მაგარი გადაცემა გამოვიდა. მაგარი დიდი მადლობა კიდე თქვენ რომ ყურადღებას ირჩენს და ყოველთვის გვეძახით. ძალიან დიდი მადლობა ჩემო პატა თქვენ თლიან თქვენ შემადგენლობას. დაიხარე, ჩემო გიო, იცი როგორ არის ახლა საერთოდ ჩვენი თანხა რაც არის აქ რაუნდების მიხედვით გამენაწილებინა და ახლა გითხრა, მოდი დაბრუნდი სპორტში, აგერიყავი გვერდზე ამხელა და ეგ თქვენ შეგამბავი არ იქნება, რომ არ იქ მე უფრო მეკუთვნოდაო და ერთი ნახევარი შენ ჩემო ძირფასო და ერთი ნახევარი შენ შუაზე გაიყო ძმურად ამ თანხას და რამენაერად არ მოგივათ ჭუბი ეხლა რაღაც ის თქმა გინდოდა მე მადლობა მინდა მოგიხადოთ მოწვევისთვის და ასევე მინდა მადლობა მოუხადო ლაგოდეხის მერს ბატონ ჯოდონ დენიშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს მაგ ადამიანისგან ძალიან დიდი ყურადღება ნამდვილი ქართველი ნამდვილი კაცი ნამდვილი რაიონის ხელმძღვანელი დიდი მადლობა და კიდევ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენთვის ვეტერანებისთვის და საერთოდ სპორტისთვის რამეს პატარა წვლილი შეაქვს. შეგენაც ყველა იმ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ როცა მე ალექსიმ მომაბრუნა ძიუდოში მონაწილეობას იღებდა 35-მდე ადამიანი. გარშანდელ საქართველოს პირველობაზე ვეტერანებში 250 კაცზე მეტი იყო. ანუ ეს ძალიან დიდი მატებაა და შეჯიბრი თუ ვისმეს აინტერესებს და ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს რა მასშტაბებით ვითარდება ლას-ვეგასში ახლა სადაც სოფლიო ჩემპიონატი ვიჭიდავთ 551 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. არა, ბოდიში 1551. ევროპის ჩემპიონატზე მიიღო 911 ადამიანმა მონაწილეობა. ანუ ეს ის მასშტაბებია, რომ კი ბატონო, ყველა სპორტის სახეობას უსწრებს. კი ბატონო და ღმერთმა წინსვლა, გამძლეობა და ჯანმრთელობა ჯონდოსთან შემოგიერთები მეც დიდი მოკითხვა ჯონდოს მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია, ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და მადლობა ჩვენს ძვირფას მაყურებელს რუსთავიორის მაყურებელს და განსაკუთრებით რუსთავიორის იუმორისტული გუნდის მაყურებელს რომელთაც ასე უკვე ამის ხილულად გძნობთ მათ მხარდაჭერას და გეფერებით და შეგხვდებით კვირას რა თქმა უნდა ახალი სტუმრებით ახალი ისტორიებით. Good.